არის ან საიდან მოდის ფული, რას ნიშნავს დაზოგვა, რომელი უფრო მნიშვნელოვანია მყისიერი გადაწყვეტილების მიღება თუ გრძელვადიანი მიზანი. ფული რომ შენი მეგობარი იყოს, რა რჩევას მოგცემდა. ფინანსური განათლება ეს არის სწორედ ის კომპეტენცია, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების ეტაპზე და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფება საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების წარმომადგენელი ლილი ნინოშვილი. ლილიკო, მიხარია რომ დღეს ჩვენთან ხარ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობა აქ არ დაწყებულა, ძალიან საინტერესო გამოცდილებებით მოვდივართ და მინდა გკითხო პირველი შეკითხვა, როდესაც ფინანსურ განათლებაზე ვიძიებდი ინფორმაციას, მივადექი იმ გვერდს, რომელსაც ქვია ფინედუ და თუ შეიძლება აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია რო გამიზიარო. ნინო, დიდი მადლობა. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ და ძალიან მიხარია რომ ძველი გამოცდილება ამ შეხვედრით გაგრძელდა. რაც შეეხება თვითონ თემას და ფინედუს, ალბათ ძალიან ბედნიერი ვიქნები ამაზე ინფორმაციას რომ გავაზიარებ, რადგან ფინედუ არის პირველი ქართული ფინანსური განათლების პორტალი, რომელიც არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადამიანისთვის. გაიშვა 2020 წელს, საიუბილეო 5 წლედი გვაქვს უკვე. აღვნიშნეთ. მადლობა. სექტემბერში შეუსრულდა 5 წელი და ძალიან თამამად შემიძლია ვთქვათ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ძალიან ბევრ სეგმენტს კონდეს ხელმისაწვდომი, დაზუსტებული, სწორი, გადამოწმებული ინფორმაცია ფინანსური განათლების საკითხებზე. სხვათა შორის აღვნიშნავს სიამოვნებით იმასაც, რომ ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვართ, ვინც ესე წინ წავიდა ფინანსური განათლების მიმართულებით და არა მარტო ეს ვებგვერდი, არამედ გვაქვს ეროვნული სტრატეგიაც, რომლის დახმარებითაც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მათ შორის კომერციულ ბანკებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ვმუშაობთ ფინანსური განათლების საკითხებზე. ძალიან საინტერესოა, გილოცავთ კიდევ ერთხელ. მე მაინტერესებს ლილიკო, აი სანამ გადახვიდოდით უშუალოდ სერვისის შექმნაზე, ალბათ გქონდათ რაღაცა მოკვლევა, საჭიროებების დიაგნოსტირება, რა დაგხვდეთ ქართულ ბაზარზე, მოდი ესე ვთქვათ. საინტერესოა ამის ანალიზით. სხვათა შორის კვლევები საკმაოდ რთული ნაწილია, განსაკუთრებით განათლების კვლევა საკმაოდ რთულად დებს რაღაც შედეგს და ხელშესახებს, თუმცა უნდა ვახსენო გლობალური კვლევა, რომელიც 2020 წელს ჩატარდა, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ 2020-ზე ბევრად ადრე დავიწყეთ კვლევა, 2014-დან უკვე დაიწყო მომხმარებელთა უფლებებთან ერთად ფინანსური განათლების საკითხებზე მუშაობა საქართველოში, თუმცა დიდი გლობალური კვლევა, რომელმაც ფინანსური განათლების მდგომარეობა შეადარა სხვადასხვა ქვეყნებში, OECD ინფეს მიერ ჩატარდა და ბევრ ქვეყანასთან ერთად ჩვენთანაც მოხდა რაღაც კონკრეტული ასპექტების მოკვლევა. ჯერ პირველ რიგში ვთქვათ, რა არის ფინანსური განათლება. ფინანსური განათლება ეს არის ცოდნა, ქცევა და დამოკიდებულება. ანუ ერთია რა ვიცი, ანუ თეორიული ცოდნა რისი მაქვს, მეორეა რაც ვიცი ის როგორ გადამაქვს ქცევაში, მაგალითად თუ ვიცი რა არის დეპოზიტი, მაქვს თუ არა ეს დეპოზიტი, მარტივად რო ვთქვათ, და მესამე ყველაზე რთულად დასამუშავებელი რაც არის, ეს არის დამოკიდებულება. ერთია ვიცი, მეორეა 20 ლარი გადავდე რომ დამეზოგა, მაგრამ მესამეა რამდენად მჯერა რომ სწორად მოვიქეცი ეს რო გავაკეთე. შესაბამისად, როდესაც კვლევა ტარდება, ზუსტად ამ ასპექტებს აკვირდება ეს კვლევა და სხვათა შორის ჩვენი ქულა იყო 12.1 ჯამური 20 ქულიდან. არ იყო ძალიან ესეთი სამაყო, მაგრამ მათ შემასპოთებელი შეიძლება ესეც ითქვას. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გამოკვეთა არის ის, რომ დამოკიდებულებებში არის ძალიან დიდი სამუშაო სივრცე, ასე რომ ვთქვათ. ყველაზე ალბათ ესეთი ცოტა მხიარულად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, ყველაზე ხშირად რასაც აფიქსირებდნენ ადამიანები არის ის, რომ ფული ხელის ჭუჭყია. და ამას ეთანხმებოდნენ ის, რომ ფული იმისთვის არის, რომ უნდა დავხარჯოთ, ის რომ ხვალე უნდა იფიქროს ხვალის, ანუ ჩვენი ანდაზებიდანაც ბევრი რაღაც წამოვა იმისი, რა დამოკიდებულებაც არსებობს. რეალურად ჩვენი ყველა პროგრამა, ჩვენი ყველა ქმედება, რასაც ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით გავაკეთოთ, ზუსტად იმაზეა მიმართული, რომ ამ მაჩვენებლებმა თანდათან ზემოთ აიწიოს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ცოდნის ასპექტი სამუშაო არ არის, ან ქცევის ასპექტი არ არის სამუშაო, თუმცა მაინც ის პირველი რაც იყო, ეს არის დამოკიდებულება. და განსაკუთრებით დამოკიდებულებები მუშაობს, როდესაც სხვადასხვა თაობა ხდება ერთმანეთს, იმიტომ რომ პატარები უფრო ადვილად ადაპტირებადები არიან, სიახლეს თუ მიაწვდი უფრო ადვილად ითვისებენ, მაგრამ ჩვენ რომლებსაც უკვე გამჯდარი გვაქვს ქცევაში ის, რომ გრძელვადიანი მიზანი მოიცადეთ, როგორ დავგეგმო, ეს უფრო რთულად შესაძლებელი ხდება. ძალიან საინტერესო ამბავს ამბობ.
პრინციპში ფსიქოლოგებიც, როდესაც ბავშვებთან ვიწყებთ მუშაობას, აუცილებლად მივადგებით ხოლმე მშობლებს და დღეს უკვე აღარც კი განიხილება ბავშვთან მუშაობა მშობლის გარეშე. აი თქვენ დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვების ნაწილში წამოყვნენ თავისთავად ესე მოხდებოდა, იმიტომ რომ გამოცდილებებიც და ესე ვთქვათ, გამყარებული ინტროექტებიც ნაკლები ქონდეთ, მაგრამ აი მშობლებამდეც მიხვიდოდით, ხო? ჯერ სანამ მშობლებს შევეხებით, მინდა გთხოვო, აი უშუალოდ ერთი საგაკვეთილო პროცესი რომ წარმომიდგინო, რა პროცესია ეს ბავშვისთვის და რამდენად ისე ცოცხალია ეს პროცესი, აი ესე დავინახოთ უფრო რომ სასიამოვნო ნაწილს შევხედეთ ბავშვებთან მუშაობა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილია, ამიტომ რომ ერთია რომ შენ მიგაქვს რაღაცა კარგი ცოდნა, მაგრამ მათგან ბევრად უფრო მეტი მოგაქვს და ეს არის ძალიან სასიამოვნო ჩვენთვის. ვიტყვი იმას, რომ საგაკვეთილო ეს არ არის, უმეტესად უბრალოდ ბავშვებს ხვდებით არაფორმალური განათლების ჭრილში, არასაგაკვეთილო პროცესში, მაგრამ კი მივდივართ სკოლაში და ვატარებთ გაკვეთილს. როგორია ეს გაკვეთილი? ვცდილობთ რომ ეს არ იყოს მათთვის მოსაწყენი, ამიტომ მიგვაქვს თამაშები, გვაქვს ფინანსური განათლების თემაზე თამაშები, ის რომ ტერმინი ისწავლონ, ის რომ ფულის ისტორიას შეეხონ. ასევე გვაქვს პატარა მხიარული პრეზენტაციები, რომელშიც თვითონვე ჩართულები არიან. ვაკეთებთ ადგილზე რაღაცა პატარა დისკუსიებს საკითხთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესოა მათი მოსაზრება ფულზე და დაზოგვაზე. და ყოველთვის რაზეც უმეტესობა წუწუნებს არის ის, რომ მე დავზოგე და დედამ გამომართვა. ძალიან საყვარელი. მასესხეც არა ხო გამომართვა? აღარ მიბრუნებს, ანუ ისინი არ აღიარებენ რომ ეს თან ხარ დაბრუნდება, მაგრამ ძალიან დარდობენ ამაზე, იმიტომ რომ მე შევაგროვე, რისთვის აგროვებ? ანუ ჩვენ ყოველთვის ვესაუბრებით, რომ მიზანი და ოცნება შეუძლიათ ფინანსურ მიზნად აქციონ და ფულზე საუბარი და ფიქრი ძალიან კარგი რომ, ანუ ცუდი კი არა, ძალიან კარგია იმისთვის, რომ პატარა ასაკიდან დაიწყოს. და სხვადასხვა ძალიან ჯანსაღად უყურებენ და თუ კი ერთი და იმავე კატეგორიას მეორედ ხვდებით, ხედავთ რომ ცოდნასთან ერთად ქცევაში გადატანაც დაწყებულია, თუმცა მათ შემოდის უკვე მშობლის როლი, რომ მოვიდა და დედამ გამომართვა და ეს ძალიან სახალისოა ხოლმე, თუმცა მეორე მხარეს რომ შეხედოთ ცოტა გაანალიზო რა ხდება, ალბათ მან ზუსტად თაობას შორის განსხვავება ფულის მართვის დამოკიდებულებაში. თუმცა ბავშვები ძალიან კარგ პოზიტიურ მოლოდინებს ქმნიან. აუცილებლად უნდა გავაზიარო ერთი გამოცდილება, როდესაც პატარები ვიყავით, მე და ჩემი ძმა, ჩვენთან სტუმრად მოსული ადამიანები ხშირად გვჩუქნიდნენ ფულს. და ალბათ ჩემს ძმას ძალიან დაეხმარებოდა ფინანსური განათლება, იმიტომ რომ მას მოსწონდა წითელი კუპიურები, რომელიც იყო 10 მანეთიანი და მე მქონდა 25 მანეთიანები და უბრალოდ მას მქონდა 25 მანეთიანები და მე ვუცვლიდი მას და ის ბედნიერი იყო, რომ წითელი კუპიურა, რომელიც იყო 10 მანეთიანი, 25 მანეთიანებში გადაცვალა. და რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ამის ცოდნა. მეტიც აი ზოგჯერ არის დათრგუნული, რომ თუ კი ბავშვი საუბრობს, რომ მე მინდა რომ შევაგროვო ფული, ან ბავშვი რომელიც ხშირად ეხება ფულს და რაღაცა ამ თემას აზიარებს, მშობლის მხრიდან არის ხოლმე ცოტა ესეთი წნეხი, რომ რამდენჯერ უნდა ისაუბრო ამაზე და ფული ბავშვთან რა შუაში მე გადავწყვეტ, შენ რა გიყიდო. აი გრძელვადიანად რომ ვთქვათ, ხო? აი ვთქვათ დღეს 10 წლის არის და არ ვაკარებ ფულს, იმიტომ რომ მე როგორც ესე ვთქვათ, მე უკეთ ვიცი მას რა ჭირდება, ვთქვათ მე გადავწყვეტ რა უნდა ვუყიდო. რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგნენ, ხო? ბავშვები. სამართლიანობისთვის ისიც ვთქვათ, რომ ყველგან არ გვხდება ესეთი მძაფრი სიტუაცია. თუმცა, მოდი შევხედოთ იმას, რა იქნება თუ დღეს ბავშვს არ ეცოდინება, რომ ფული ისეთივე რესურსია, როგორც სხვა ყველა დანარჩენი. და რატომ მივდივართ და ბავშვებთან რატომ ვიწყებთ ამაზე საუბარს? ზოგადად, ფინანსური განათლება ვამბობთ, რომ არის საფუძველი, მე როდესაც უკვე დამოუკიდებელი გავხდები, ეკონომიკურად ვიყო გამართული, ეს წელში გამართულს რო ვამბობთ ხოლმე, ვიყო დამოუკიდებელი და ფინანსური დამოუკიდებლობა სხვა თემებს რო არ გადავწყვეტ, იმ სხვა თემებშიც ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვმა, რომელმაც ჩვევაში არ გადაიტანა პატარა ასაკიდან, რომ დღეს რომ 5 ლარი მაჩუქეს, იმ 5 ლარს ბევრი დანიშნულება აქვს და რომ ყველაფერი რაც მინდა ჩემი საჭიროება არ არის, ეს თუ არ იცის, 5 ლარი რომ ექნება ნაჩუქარი, იმასაც ისე დააწყაჭავს, როგორც 5000, რომელიც შეიძლება მისი სახელფასო შემოსავალი იყოს მომავალში. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ რატომ ესაუბრებით ბავშვებს, როდესაც ისმის შეკითხვა, რა აზრი აქვს მათთან დეპოზიტზე საუბარს, ბანკშიც ვერ მივას რაღაცა 10 წლის ბავშვი. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ქცევის გამომუშავება და დამოკიდებულებების ფორმირება. ცოდნა ცალსახად, მაგრამ ის რაც გრძელვადიანში მათ დაეხმარებათ, ეგ არის. ან ბავშვმა თუ თავიდანვე იცის, რომ გავარჩიო რა არის ჩემი საჭიროება, რომ საკვები მჭირდება, წიგნი მჭირდება, გართობაც კი შეიძლება ის სურვილიც რაღაც დონეზე საჭიროება იყოს. ცოტა გართობაც ზედმეტი
მომენტით შეიძლება დამჭირდეს, მაგრამ ამაში მთელი ჩემი ფული არ უნდა წავიდეს და შეიძლება მთელი ეს ფული 5 ლარი იყოს კვირის განმავლობაში. ამას თუ ბავშვობიდან სწავლობს, იცის რომ ნებისმიერი შემოსავლის რაღაც ნაწილი უნდა შეინახოს. შეინახოს იმისთვის, რომ ბავშვობის ასაკში რისთვის აგროვებენ, უკეთესი რვეული უნდა რომ იყიდოს, რომელიც საჭიროება არ არის და დედა ამბობს, რომ მე უკეთ ვიცი და შენე არ გჭირდება, მაგრამ მე მინდა და ის რომ ეს უკვე ჩემს ხელშია, ჩემი სურვილები როგორ რეალიზდეს, ამას ვასწავლეთ ბავშვობიდან. და ზრდასრულ ასაკში შემიძლია რომ თუ კი ეს ცოდნა და დამოკიდებულებები მაქვს პატარა ასაკიდან ხელფასი რომ ჩაირიცხება, აღარ ვწუწუნებ რომ ეს კვირაში ეს ფული გაქრა. იმიტომ რომ ფული არ ქრება, ხო, ფულს ვხარჯავთ და გონივრული ხარჯვა არის ის, რაც გვინდა რომ ვასწავლოთ ბავშვებს. შვენიერი, ახლა მე გამახსენდა რამოდენიმე ბავშვი, რომელიც ოცნებობს რომ იყოს ბიზნესმენი, მილიონერი მინდა გამოვიდე. აი რაღაცა მინდა ჩემი ახლობელი დემეტრე ყვება, რომ ისეთი რაღაცა ბიზნესი გეგმა შემომთავაზე, სადაც მე ბევრი ფული მექნება და აი ამ ნაწილს არასდროს არ მიუყვებით, ხო? აი ეს ბევრი ფული რისთვის გინდა, ხო? კარგი, გინდა რომ ბიზნესი გააკეთო, რაღაცა თავის ხელნაკეთი ნივთები გაყიდოს. ან ახლა შევთავაზეთ, რომ უეკლო მაყვალი დაათესოს და თუ ვერ გაიყიდა რამოდენიმე მოხალისე ვართ, ვინც შევისყიდით ამას, მაგრამ ის ითხოვს, რომ აი ეს ამ მაყვალს რაღაცა დროის შემდეგ მოვიყვან და მე ახლა მჭირდება ეს ფული. აი ძალიან საინტერესოა ბავშვები რას აზიარებენ, რომ აი ფულით რისი ყიდვა უნდათ. თუ აზიარებენ ამ ტიპის გამოცდილებას. და რამდენი უნდათ კიდე ეს ფული თუ არის განსაზღვრული. სხვათა შორის, აი, როდესაც მივდივართ ან ჩვენთან მოდიან ბავშვები და მათ ვესაუბრებით, ძალიან ხშირია ძალიან გონივრული მოლოდინები. რას ვგულისხმობ ამაში? რაღაც ჩვენ რო ვიცით ხოლმე მომცა მილიონი, არ გეტყვის ამას ბავშვი. ან გეუბნება რომ უნდა რომ მომავალში იყიდოს ველოსიპედი. უნდა რომ მომავალში მეგობრებთან ერთად რაღაც გააკეთოს. მათი ოცნებები ისინი ხო არ აკეთებენ ისეთ რაციონალიზაციას, რასაც ჩვენ და რასაც ოცნებობენ, იმისი ფრთების შესხმა უნდათ და მათი ოცნებები უფრო რეალურია ხშირ შემთხვევაში. ამიტომ ისინი როდესაც გეუბნებიან რომ ფული სჭირდება და ვსვამთ კითხვას, რომ აი რისთვის აგროვებთ. ძალიან პრაქტიკული ხელშესახები რაღაცები. არის ხოლმე გაჯეტის შესყიდვა, არის რაღაცა გადაადგილების საშუალებები, ახლა სკუტერები ძალიან უნდათ და სკუტერების შეძენა უნდათ. ანუ რეალურად ისეთი ოცნება და ჩვენ რო დავარქვათ ფინანსური მიზნები აქვთ, მას თუ სწორად მიაწვდი ინფორმაციას, აუცილებლად დაანახებ, რომ ამ ოცნებების ასრულება ძალიან მოკლე ვადაშიც შესაძლებელია და ძალიან ისეთია ხელშესახებია ყველაფერი, რასაც ამბობენ. და ალბათ უნდა დავამატოთ მშობლებისთვის ისიც, რომ ეს ბევრად უფრო საინტერესო და ესეთი ძლიერი კომპეტენციების განვითარების პროცესია, ვიდრე ავდგე და მე თვითონ უყიდო ის ველოსიპედი. ხო, აი ეს არის ალბათ უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ბავშვი თუ ამ ოცნებას დაისახავს და რაღაცა მიზანია, რომ ეს თანხაში აგროვოს, აი არ უნდა ვეცე იმ ოცნებას და მე თვითონ არ უნდა დაუკმაყოფილო, ხო? ძალიან სწორი შენიშნა, იმიტომ ძალიან ხშირად აღზიარებენ იმასაც, რომ როდესაც თქვათ დაისახა პატარა მიზანი, პირობითად ჩანთის შეძენა უნდა და რომელიც თანხობრივად უფრო ნაკლებია და მართლა შეაგროვა ის თანხა. პირობითად უნდა და 50 ლარი და მართლა შეგროვდა და დაინახა რომ მართლა შეუძლია ყიდვა. რას აკეთებენ თუ იცი? არ ყიდულობენ. ხვდებიან რომ ნახე მე ამ არაფერი რო არ დამიხალჯავს დიდი ძალისხმევა, უკვე ავისრულე ერთი მიზანი. აღარ მინდა ის ჩანდა, გაიარა იმან. და უკვე ჩნდება უფრო დიდი სურვილები, დიდი ოცნებები და გაცნობიერება იმისი, რომ მე ამისი კეთება შემიძლია. შესაბამისად, ბევრად მეტ საძლევ ამ გზაზე, როდესაც გაუშვებ ბავშვს ბალტო და უბრალოდ ხალდაჭერას უცხადებ, ვიდრე იმითი, რომ მოგიტანე ის ჩანთა. ხო, შეიძლება გავაუფასურო კიდეც მისი ეს გეგმა და მისი ეს უნარები, რომელიც არის, ხო, აი აღნიშნე, რომ ეს უნარები არის ის, რაც ძალიან ღირებულია და პირდაპირ კავშირშია, შეგვიძლია ვთქვათ, მისთვის შეფასებასთან. პირდაპირ, ანუ მე ყველაფერი, რაც მე დამოუკიდებლად გამომდის და რაღაცა მიზნამდე მიმიყვანს და ამას მე თვითონ გავართმევ თავს, ეს არის ჩემი თვითშეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ და ქცევასაც ძალიან კარგად უცვლის მე. ანუ ძალიან ხშირად გვიზიარებენ თუნდაც მასწავლებლები, ჩვენ მასწავლებლებთანაც ძალიან კარგად ვმუშაობთ, მადლობა მათ აუცილებლად იმ ინტერესისთვის, რაც ფინანსური განათლების მიმართულებით აქვთ და ძალიან დიდი ინტერესი აქვთ ჩვენი პროექტების მიმართ და ხშირად ვიღებთ უკავშირს. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ზუსტად ბავშვებს უტარდებოდათ ფინანსური განათლების საკითხებზე გარკვეული შეხვედრები და უკავშირი მივიღეთ ასეთი, რომ
როდესაც დავიწყეთ დაზოგვაზე საუბარი და მეორე შეხვედრაზე უკვე თქვეს, რომ დაზოგვა დაიწყეს, უკვე უნდათ გაზიარება, უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდებათ და იმდენად დიდი ინტერესი უჩნდებათ, რომ გაძლევს საშუალებას უფრო მეტად განავითარო ეს მიმართულება. შესაბამისად, მუშაობა ბავშვებთან აუცილებელია და მშობლების დამოკიდებულებების ცვლილებაც აუცილებელია. მეც შემიძლია ვაღიარო, რომ ძალიან ბევრი ოცნება წამირთმევია ჩემი შვილისთვის და მივსულ ვარ საღამოს რაღაცა ანთებული თვალებით, რომ რაღაც ვუყიდე და შემიმჩნევია ის ჩამქრალი თვალი, რომ დაინახა, კარგია, მაქვს და გადადებს, ხო? ეს არ ემართება ადამიანს, როდესაც თვითონ მიაღწევს რაღაცას და ბავშვებთან ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს, შეგვიძლია ვთქვათ. კი ბატონო, ლილი დარწმუნებული ვარ ამ ინფორმაციის გაზიარების შემდგომ უამრავ მშობელს თუ პედაგოგს გაუჩნდება სურვილი, რომ მოგმართონ, აი რა პროცედურა უნდა გაიარონ, როგორ ხდება რეფერირება, როგორ შეიძლება რომ მოგმართონ ამ სურვილით, რომ ჩვენმა კლასმა ან ჩვენმა შვილებმა მიიღონ მსგავსი ტიპის სერვისი. მოკლედ, ჩვენთან ბევრი პროექტია, როდესაც ბავშვებთან ან მივდივართ, ან ბავშვებს ვმასპინძლობთ. უმეტესად გაზაფხულზე და შემოდგომაზე გვაქვს ორი დიდი პროექტი, რომლითაც მივდივართ სკოლებში. ანუ ეს უშუალოდ პირდაპირ კომუნიკაციას ვამბობ, ისე ჩვენი ვებგვერდი pinedu.go.g არის ხელმისაწვდომი ყველასთვის. მასწავლებლებისთვის საერთოდ ცალკე კატეგორია არსებობს, რომელშიც შეგიძლიათ და ყველას შეუძლია იპოვოს საგანმანათლებლო მასალა, აქტივობები და მშობელსაც კი შეუძლია ის სახლში სათამაშოდ, ბავშვთან სათამაშოდ გამოიყენოს. ეს ერთი ნაწილია, მაგრამ პირდაპირ შეხვედრები ერთი არის ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, რომელიც არის გაზაფხულზე მარტის განმავლობაში. ამ დროს მასწავლებლები წინასწარ გამოცხადებულ სარეგისტრაციო ფორმაში არეგისტრირებენ კლასს და თავის სკოლას. და ჩვენ და ჩვენი პარტნიორები მივდივართ და ვატარებთ ფულის თემაზე, დაზოგვის ფინანსური განათლების თემებზე, ასე რომ ვთქვათ, შეხვედრას ბავშვებთან. იგივე ხდება ოქტომბრის თვეში, ახლა დავიწყებთ ზუსტად 31 ოქტომბერს არის დაზოგვის მსოფლიო დღე, რომელსაც მთელი თვე მივუძღვნით ვიზიტებს მთელი საქართველოს მასშტაბით. რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და ჩვენი შეხვედრის დროს უკვე დაგეგმილია, ვისთან მივდივართ, როდის და ეს ვიზიტები უკვე განსაზღვრულია, თუმცა სამომავლოდ ნებისმიერ შეუძლია ამაზე, ასე ვთქვათ, თვალი ეჭიროს და გაზაფხულის დადგომასთან და შემოდგომის დადგომასთან ერთად ფინედუზე მოაკითხოს სარეგისტრაციო ბმულებს. შვენიერი. ლილი აღნიშნე, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ცოდნასთან ერთად უნარჩვევის განმტკიცება და დამოკიდებულების ცვლილება. შესაბამისად ვაღიარებთ, რომ მშობლის გავლენა ამაში უაღრესად დიდია. Როგორი ტიპის გაძლიერება ხდება მშობლის, რა ტიპის აქტივობები გაქვთ დაგეგმილი და როგორია ჩართულობა და უკავშირი მათი? საკმაოდ მნიშვნელოვანია მათი როლი, იმიტომ რომ მართლა თუ მე დავიწყე დაზოგვა და მშობელი ამბობს, რომ მოგცლია კაცო, რატო ხარჯავ ამაში დროს, რა თქმა უნდა, ამისი განმტკიცება არ მოხდება. ქცევაში გადატანა, პირველი ქცევა რო გააკეთებინო ბავშვს ძალიან მარტივია, ეტყვი და მოსინჯავს, მაგრამ მას რაღაცა მხარდაჭერა აუცილებლად სჭირდება. რა კეთდება ამ მიმართულებით? პირველი, რასაც ყველაზე აქტიურად დავასახელებდი, ეს არის მასწავლებლებთან ერთად მუშაობა ამ საკითხზე. ძალიან ხშირად, როდესაც სტარდება მასწავლებლების მხრიდან საგაკვეთილო პროცესი, ოღონდ არაფორმალური შეხვედრები ბავშვებთან ჩვენს თემებზე და ასეთი პროექტი გვაქვს სკოლა ბანკი, რომლის ფარგლებშიც 15 გაკვეთილს ატარებენ სხვადასხვა თემაზე ფინანსური განათლების საკითხებიდან. ამ შეხვედრებს ძალიან ხშირად ატარებენ ხოლმე მშობლებთან ერთად და ბავშვი ესწრება იქ მშობელთან ერთად და ეს ყველაზე პოზიტიური გამოცდილებაა, იმიტომ რომ მშობელიც უსმენს უკვე ცოტა გვერდიდან ბავშვი როგორ უყურებს ამ საკითხს და ის რომ ბავშვისთვის რა დროს ფულია, ყველაზე დიდი გარდატეხა ალბათ მე მგონია რომ ამ დროს ხდება, იმიტომ რომ ხედავ რომ ჩემი შვილი ძალიან ჯანსაღად უყურებს იმას, რომ თურმე დაზოგვა შეიძლება. თურმე პირველივე ფინანსური პროდუქტი არ უნდა ვიყიდო, რაც შემხდება და კითხვები უნდა დავსვა. ამას იმდენად ჯანსაღად ეკიდებიან, რომ ეს თანა გაკვეთილები თუ შეხვედრები ძალიან კარგია. თუმცა ბავშვების გარეშეც ვხვდებით ხოლმე მშობლებს და უმეტესად ზრდასრულებისთვის განსაზღვრული კატეგორიის პროექტები ალბათ მათ უფრო ვფარავთ, ესე რომ ვთქვა მშობლებს, როდესაც ონლაინ ტრენინგებიც ცხადდება, პირისპირ შეხვედრებიც ცხადდება, სხვათა შორის ვემუშავებით ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში არ არიან და ემიგრაციაში არიან და მათი შვილები განკარგავენ თანხებს და ზუსტად ის, რომ ხშირად აცდენა არისთვის გამომუშავდათ
თანხა და როგორ დაიხარჯა ვთქვათ შვილის მიერ ეს თანხა. ამაშიც ვეხმარებით და ამის გაძლიერებასაც საკმაოდ კარგად ვმუშაობთ. თუმცა კიდევ ერთი რაც ხელმისაწვდომია და ალბათ მშობლებისთვის გათვლა უფრო მეტწილად ეს არის მზა მასალები, ბეჭდური მასალის ელექტრონული ვერსიები, პირდაპირ კითხვა-პასუხით წასული თეორიული მასალა ვებგვერდზე და ბლოგების ნაწილი, რომელიც სხვათა შორის უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ადამიანისთვის ღიაა და შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფინანსური განათლების თემაზე ბლოგი დადოს ფინეტუსზე. იქ ხშირად ვაზიარებთ ხოლმე რჩევებს მშობლებისთვის. განსაკუთრებით ვმუშაობთ იმ მშობლებზე, რომლებიც ახლა არიან პატარას მოლოდინში, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ფინანსური ხარჯები და აცდენილი რეალობას ხარჯები არის მაშინ, როდესაც გქონია, რომ ყველაფერი დღეს უნდა იყიდო. და ვცდილობთ ხოლმე, რომ ამ მიმართულებით რაღაც პატარა რჩევები, ჩვენი გამოცდილებები ჩვენც ვაზიარებთ ხოლმე, ჩვენც ვწერთ ბლოგებს და პირადი გამოცდილებაც გამიზიარებია, რატომ არ უნდა იყიდო 30,000 რაღაც, იმიტომ რომ იმ ბავშვს არ სჭირდება ეს. და რეალურად ზუსტად ამას ვაკეთებთ, რომ ის რაც მართლა ძალიან ყოფითია და რეალურია და გქონია რომ ეს თუ არ გააკეთე, სამყარო ინგრევა, ხვდები რომ ეს უბრალოდ ფინანსური ხარჯების გადათამაშებაა და დაფიქრების ამბავი. კი ბატონო, და დარწმუნებული ვარ, უამრავი გაცნობიერება მოდის, რატო ხარჯავდი ამაში ამდენ თანხას, რას ვივსებ ამით ხო, რას ვივსებ და ძალიან არის კავშირში ეს დამოკიდებულება ფსიქოლოგიური. მე მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ როდესაც ამ ტიპის გამოცდილებას და ცოდნას მიიღებენ ადამიანები, აუცილებლად გთხოვენ ინდივიდუალურ კონსულტაციას. ეხლა წეღრო ახსენეთ ემიგრაციაში მყოფი მშობლები, მათი შვილები, კომუნიკაციაშიც არის ხშირად აცდენა, მიზნებშიც და დამოკიდებულებებშიც. თუ გაქვთ ეგეთი ასეთი ტიპის სერვისი, რომ ინდივიდუალური კონსულტირება გაუწიოთ, ან თუ გთხოვენ, თუ მოგმართავენ ამ თხოვნით. სხვათა შორის ინდივიდუალური მომართვიანობა საკმაოდ დიდია, თუმცა ჩვენ არ ვეწევით ინდივიდუალურ კონსულტაციას, თუმცა რა შეგვიძლია ჩვენ. თუ არის რაღაც კითხვა, რომელსაც ვერ მივაგენი სივრცეში, ან თუნდაც ფინეზზე არც ვიცი, რომ შემიძლია მოვიძიო, ხშირად ჩვენს ყველა სოციალურ ქსელში ვართ აბსოლუტურად წარმოდგენილი და ნებისმიერი სოციალური ქსელის მომხმარებელს შეუძლია მოვიდეს, მოგწეროს და მივცემთ მიმართულებას. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ სხვის მაგივრად, უნდა თუ არა ეს ფინანსური პროდუქტი ახლა. ეს არის წმინდად ჩემი გადაწყვეტილება როგორც მომხმარებლის. თუ ჩვენ მოგმართავენ, ჩვენ ვეტყვით, როგორ შეიძლება გადაწყვეტილებაზე დაფიქრდე, რას უნდა შეხედო, რა გააანალიზო, ეს ინფორმაცია სად შეიძლება მოიძიო, რა არის გონივრული ამ პროცესში. ჩვენ შეგვიძლია მივცეთ დაფიქრების მასალა და გადაწყვეტილებებზე ჩვენ ვერ ვემუშავებით. იმიტომ რომ გვინდა რომ ადამიანებს ქონდეთ თავისი გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალება. ხო, და შეიძლება რაღაც რეკომენდაცია მოგცე, მაგრამ არ ჩამოიგიდო ეს ადამიანი, ძალიან ბუნებრივია, ხო? მადლობა. მაინტერესებს, გარდა იმისა, რომ ესე იგი ბავშვის მოლოდინში მყოფ ოჯახებს ემუშავებით, ზოგადად რა არის თქვენი ათვლის წერტილი, რომელი ასაკიდან სთავაზობთ ბავშვებს ფინანსურ განათლებას? ჩვენ ზოგადად არა მარტო ბავშვებს, ნებისმიერ სეგმენტს ვემუშავებით ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში და საკმაოდ დიდ სეგმენტთა ჯგუფს ვფარავთ და რაც შეეხება ბავშვებს, ჩვენ გამოცდილება გვაქვს ბავშვებთან მუშაობის მესამე კლასიდან და მესამე კლასიდან ვემუშავებით მათ. რა თქმა უნდა, ვხედავთ საჭიროებას არა მარტო სკოლის, არამედ სკოლამდელი დაწესებულებებისთვის, რომ გაკეთდეს გარკვეული პროექტები, თუმცა ამ ეტაპამდე გამოცდილება რაც გვაქვს, არის მესამე კლასის ზემოთ მუშაობა. ზოგადად ამ პერიოდში შემოდის კიდეც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით რაღაც პატარა საკითხები და ზუსტად მაგ მომენტში ვცდილობთ, რომ ჩვენ არაფორმალური გზებითაც მივეხმაროთ და ინტერესი, როდესაც ბავშვს გაუჩნდება, ამ ინტერესის დაკმაყოფილების მეთოდებს ვთავაზობთ რეალურად ამ ეტაპზე. მე მაინტერესებს, აი ხა ესეთი კითხვა გამიჩნდა ბავშვების რეაქცია, როდესაც ჩვენ ხო ფინანსები როცა გვაქვს, ჩვენი თავი გგონია ყოვლის შემძლეები და ბავშვებს მით უმეტეს, ხო, აი რა თანხაც უნდა კონდეს, მოკლედ ყოვლის შემძლეები. ახლა ეს ვიღაცამ როგორ უნდა განმისაზღვროს, როცა მაჩუქეს ეს თანხა, ხო, და მაქვს უფლება როგორც მინდა განსაზღვრო ეს თანხა, ხო? განუკარგო უბრალოდ ეს თანხა და მაინტერესებს ბავშვების რეაქცია, როდესაც იწყებთ ფინანსურ განათლებას და ამ საკითხის დასმას, როგორ რეაგირებენ ისინი ამაზე? ეს რეაქციები არის ალბათ ცალკე საუბრის თემა, შემიძლია ძალიან გულწრფელად თქვა, მაგრამ აი მოლოდინი იმისი, რომ ვიღაც მოვიდა აქ და რაღაცას მასწავლის, ეგ ძირითადად არ გვაქვს. რატო? პირველ რიგში
ჩვენ ზოგადად ჩვენი დამოკიდებულებაც ისეთია, რომ ანუ ჩვენ არ ვასწავლით რაღაცებს, ჩვენ ვაზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილება უნდა მიგაღებინოს. ეს ძალიან კარგია მათთვისაც ალბათ. თუმცა მეორე ნაწილია, რომ თვითონაც საკმაოდ ჯანსაღად უყურებენ და როდესაც ამბობ, რომ აი ვთქვათ, როგორ ხარჯავ ფულს და თვითონვე ამბობენ, აუ სულ დავხარჯე და ეხა ხვალ აღარ მეკდება. ანუ თვითონვე აქვთ გაცნობიერებული ის, რომ რაღაცები მთლად ისე კარგად არ არის, როგორც მათ გონიათ და როდესაც ესაუბრები და აწვდი ინფორმაციას, რომ აი რა გინდა რომ შეისრულო და აცნობიერებს, რომ რაღაც სჭირდება და აძლევ მიმართულებას, რომ ხომ არ გგონია, რომ რაღაც შეგიძლია შეინახო დღეს და გადადო ხვალისთვის. იმაზე სწრაფად აანალიზებენ სათავისოდ ამ ინფორმაციას, ვიდრე ჩვენ გგონია, რომ ამას გააკეთებენ. შესაბამისად, პირველი შეიძლება პირველ უკავშირზე მიიღო, რომ რაში მჭირდება, რომ ეს გავაკეთო, მაგრამ საკმარისია კითხვა დაუსვა და თვითონ დააფიქრო, თვითონვე ძალიან სწორად მიდიან ამ მიმართულებით და ძალიან ბევრს ჩვენ შეხვედრამდეც თვითონ აქვს ეს ჩვევა გამომუშავებული, რომ ყოველ სულ რატომ უნდა დავხარჯო? თვითონ გეკითხება, ანუ რატომ უნდა დავხარჯო? იმდენად გულწრფელად გეკითხება, რომ შეგრცხვება, რომ შენ წინა დღეს რაღაც ესეთი გააკეთე, იმიტომ რომ ის უფრო ჯანსაღად უყურებს ბევრად იმ საკითხებს, რაც ჩვენ გვგონია, რომ მათთვის ხელმისაწვდომი არ არის. დარწმუნებული ვარ, შეხვედრილ ხარ ბავშვებს, რომლებსაც ყველა ოცნება ახდენილი აქვთ. ანუ ფაქტიურად კითხვაზე რა გინდა, ანუ ყველაფერი მაქვს. მე ვიცნობ ესე ვთქვათ ბავშვებს და ესეთ მშობლებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ თავისი ოცნებებიც და საკუთარი შვილის ოცნებებიც ერთად აასრულონ. ხო, აი ესეთი ბავშვი, რომელიც ერთი შეხედვით ცოტათი ინდიფერენტულად უყურებს ამ მოცემულობას, რა დაზოგვა. მაინც ყველაფერი მაქვს და რაც მომინდება, ისედაც მექნება. აი რა პროცესი არის ამ ტიპის ბავშვთან? ხო, სხვათა შორის ეგ ცოტა ისეთი ნაწილია, რაზეც ხავ საუბრობდით კიდეც, რომ რაღაცნაირად ბავშვს აცლი мотиваციას, რომ რაღაცები თვითონ აკეთოს. თუმცა მანდაც უკვე შემოდის ის ნაწილი, რაც მათთვის ძალიან ინდივიდუალურია. ის კი არა, რომ დედა რაღაცას მიყიდის. მე მინდა რომ გავიზრდები ცოტა სხვანაირი ვიყო. მე მინდა რომ მომავალში დამოუკიდებელი ვიყო, ფინანსურად სტაბილური ვიყო. კი, მაქვს იმის იმედი, რომ მშობლები ბოლომდე გამომყვებიან და ბავშვს არ აქვს ახლა იმისი განცდა, რომ რაღაც 5 წელიწადში შეიძლება სიტუაცია შეეცვალოს, მაგრამ აქცენტი იმაზე, რომ შენ შეგიძლია რომ შენივე ბედის და მომავლის შემოქმედი გახდე ფინანსური კუთხით გულისხმობ ამ შემთხვევაში, საკმაოდ კარგად აფიქრებთ. თუმცა მანდ ერთი რაღაცა შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ სტანდარტულად ადამიანი, რომელიც ფინანსურად ძლიერია, უმეტესად გამომუშავებული აქვს ის ჩვევა, რასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვა ადამიანებამდე მივიტანოთ. ამიტომ მათ ასეთი ტიპის ბავშვებს, რომელსაც ფინანსურად სტაბილური აქვთ გარემო, უმეტესად კარგი ქცევის მაგალითებიც ხშირი აქვთ, რომ იციან, რომ დანაზოგი ოჯახში უნდა არსებობდეს. მესმის, რომ შეიძლება ვიღაცისთვის უფრო მარტივი იყოს თავისუფალი თანხის გადანახვა და გადადება, მაგრამ მაინც აქვთ ის ქცევის ნაწილი და დამოკიდებულებების გაცნობიერებული. ამიტომ მათთან იმაზე საუბარი, რომ შენც უნდა დაზოგო, ბევრად უფრო ეფექტიანი შეიძლება იყოს და მოკლევადიან ჭრილში მიაღწიო ამას, ვიდრე ვთქვათ სხვა შემთხვევაში. და არის კიდევ ის, რომ მათთან უკვე ვმუშაობთ ტექნიკებზე და ის კი არა, რომ მოგრჩება და დაზოგე. პირველ რიგში შენი თავისთვის გადაიხადე, ანუ პირველ რიგში დაზოგე. და ეს უფრო კარგი გაცნობიერებაა, რომ მოდი პირველ რიგში რაღაც კინოს ბილეთებს კი არ ვყიდულობ, დავფიქრდე, განვასხვაო, მჭირდება თუ მინდა და იმის მიხედვით დავიწყო ჩემი ფინანსების განკარგვა. კარგი. ეხლა შევეხები მშობლების ნაწილს, რომლებიც ძალიან ესე ვთქვათ შფოთვით უყურებენ იმ ფაქტს, რომ ვერ ვეტყვი ჩემს შვილს, რომ არ მაქვს ამის ფული. ხო? აი რაღაცნაირად ზოგჯერ ჩვენი გამოცდილებები ძალიან ხელი შემშლელია ხოლმე, შეიძლება ჩვენ თვითონ ვიყოთ რაღაცნაირად ტრამვირებული ამ საკითხთან, ხო, რომ აი რო არ მაქვს ფული, ეს არ მინდა რომ ჩემმა შვილმა იცოდეს. თუ არის რაიმე უფრო ჯანსაღი ფორმა, რაც შეიძლება მშობელმა შვილს უთხრას, რომელიც მისთვის არ იქნება ესეთი სენსიტიური. ამ ნაწილში საკმაოდ მართლა რთული სამუშაო ხაზია, იმიტომ რომ მართლა ცოტა პირადი გამოცდილებები უფრო მეტად ერთვება, ვიდრე ის, რომ ბავშვი როგორ აღიქვამს ამას. ბავშვისთვის ჯანსაღად იმის მიწოდება, რომ რეალურად ეს დღეს არ გვჭირდება და ნამდვილად ფული არ არის ის, რასაც ხეზე ჩამოკრიფავ და საფულეში ჩაილაგებ. ეს ძალიან ბუნებრივია, რომ ბავშვმა იცოდეს. რატომ უნდა იცოდეს ის, რომ ფული რესურსია? იმიტომ რომ
როდესაც გაიზრდება, მან უნდა იცოდეს, რომ ყოველთვის ყველაფერი არ ექნება და ზუსტად ის, რომ ვასწავლო, რომ შეზღუდული რესურსები ანიშნავს ჩემს ბედნიერებას ან უბედურებას პირიქით, ეს არის ის გარემო, რომელშიც ბედნიერება უნდა ვიპოვო. ამაში ვეხმარებით იმის თქმით, რომ კი, ფული დღეს შეიძლება არ მაქვს და შეიძლება ხვალაც არ მქონდეს, მაგრამ მომავალში მექნება. და რეალურად ის, რომ ყველა სურვილი ყოველთვის არ ახდება, ეს არ არის. ეხლა თუ ბავშვს ვეტყვით, რომ ვაიმე დაგვექცა თავზე ყველაფერი და არაფერი არ გვაქვს, ამას ვერ ვიტყვით, რომ პოზიტიურია, მაგრამ გუშინ რომ სათამაშო ვიყიდე და დღეს ამის ფული აღარ მაქვს, ძალიან ბუნებრივია, რომ ეს ბავშვს უთხრა. იმიტომ რომ ისიც ხვდება, რომ თულმე ნახე, არ მჭირდება ეს ყოველდღე. იმიტომ რომ ბავშვი ხომ ისეთ საჭიროებაზე კითხვას არ სვამს, რომელიც სტანდარტულად არ სვამს ისეთ საჭიროებებზე კითხვებს და მოთხოვნებს არ აყენებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგალითად, გადარჩენისთვის აუცილებელი საკვები ან მედიკამენტი. მას უნდა ფერადი ჭყვიალა კალამი, მას უნდა შეიძლება აქვს კიდეც, ხო? აქვს და რომ უყიდი არ გამოიყენებს. სტანდარტულად ესეთ რაღაცებზე მოდის მოთხოვნები. ან თუნდაც ცოტა მნიშვნელოვანზე წამოვიდეს, მაგრამ სურვილების გადავადება არ არის დიდი ტრაგედია. პირიქით, ეს არის ფინანსურ მიზნად დანახვება ბავშვებისთვის. ვუთხრათ, რომ ნახე დღეს ფული არ მაქვს, შენ ეს გჭირდება. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? მივცეთ მათ ჩვენთან ერთად დაფიქრების საშუალება. ის კი არა, რომ ტრაგედია მოხდა, რომ ამ თანხას ვერ გაძლევ. უბრალოდ ვთქვათ, რომ ნახე, დღეს ამისი ნახევარი თანხა გვაქვს. და მოდი, როგორ შეიძლება ვქნათ, რომ რაღაცა კვირის ბოლოს შენ ეს გქონდეს. ერთად ოცნებების მიზნებად ქცევა გავაკეთოთ, ერთად შემოსავლების გადანაწილება გავაკეთოთ. დავაფიქროთ, აი დღეს რომ 5 ლარი მაქვს, ამითი როგორ შეიძლება მომავალში 20 ლარი მქონდეს და ეს პროცესის გაცნობიერება ამ მტკივნეულ ნაწილს, რომ ვაიმე ბავშვი ხო არ დაისტრესა, ამოიღებს წესით. ხო. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხო, ანუ შეიძლება მე იმ გრძელვადიან მიზანზე ვაფიქრო, ხო, არა ის კი არა, რომ ეხლა ვერ გიკმაყოფილება. არა კი არ არის მტკივნეული, იცი რა, ამ ეტაპზე ვაგროვებთ ამისთვის. ესეც შეიძლება ფორმულირებული იყოს და არ მაქვს და არ დავხარჯავ არა, ხო? მე ეხლა წარმოვიდგინე ჩემი თავი მშობელთა ტრენინგზე, სადაც ამ მშობლების, ესე ვთქვათ, გუნდიზის თავისი უამრავი საჭიროებით და შევეცდები რომ გავაჟღერო ეხლა ის საჭიროებები. გამომდინარე იქიდან ბავშვები რა ქცევებსაც მიმართავენ. მაგალითად, მშობელი რომელიც ცავს ასეთი ტიპის კითხვას, ჩემ შულს რომ მაღაზიაში რომ შევიყო ყველაფერი უნდა და რას მირჩევთ? ჩვენ როგორ ვმართავთ ხო ამ ნაწილზე რომ ვისაუბროთ. მან შეგვიძლია ვუთხრათ, ძალიან კარგი პრაქტიკა არის ბავშვს თვითონ მისცე თანხის განკარგვის საშუალება. ანუ ჩვენ რასაც ვეუბნებით, მიეცით საშუალება დაფიქრდეს, რა აქვს მას ხელმისაწვდომი. პირობითად მე თუ სახარჯ ფულს ვაძლევ და გამოყოფ და ვეუბნები, რომ კვირაში პირობითად ავიღოთ გაძლევ 10 ლარს. ეს შენი სურვილების შესასრულებლად. ოღონდ აქ მთავარი არის მყარად ვიდგეთ ჩვენს პოზიციაზე. შევედი 10 ლარი დავხარჯი და მეორე დღეს დედა მეუბნება საწყალო როგორ ივლი ფულის განში და კიდე 10 ლარს მაძლევს. ეს ზუსტად იმ წრემდე მიგვიყვანს, რომ მე უარს არიღებენ, მე ახსნასაც არიღებენ, რომ შენ ეს უნდა გემართა, მაგრამ რო იცის რომ 10 ლარი მაქვს და დღეს თუ 7 ლარიანი ვწყიდულობ, ვიცი რომ მთელი კვირა 3 ლარი გამრჩება. ამაში უნდა მივეხმაროთ რეალურად ბავშვებს და დიდი ალბათობით მაგ პრობლემის გადაჭრამდე მივდივართ. იმიტომ რომ ნახეთ, თუ მე ვიცი რომ სადღაც ვიღაცის ჩანთაში არის ულიმიტო ხარჯვის საშუალება, არ ვფიქრობ იმაზე დღეს ახლა ერთი ნივთი მინდა ის წიგნი ავიღო თუ მეორეც მივაღო. არ არის. კი ბატონო. მაგრამ მე უკვე, როდესაც ვეუბნებით რომ მოდი აბა დაფიქრდი. ხა შენ გიღირს ამის მთლიანად დახარჯვა, თუ შეგიძლია რაღაცა გადაავადო და ხვალისთვის, ზეგისთვის გადადო, რაღაცა ალტერნატივა ნახო უფრო განსხვავებული. ყველაზე დიდი შეფუთვა კი არ იყიდო, გასასინჯად თუ ტკბილეულია რაღაც პატარა ნაწილი იყიდო და ამაში ყველაზე მეტად ისეხმარება როდესაც მათზეა პასუხისმგებლობა, როდესაც მე ვაცნობიერებ, რომ აი ის ერთი კუპიურა, რომელიც მომცეს, ჩემი სამართავია. თან ცოტა ამაყებიც არიან, იცით, აი კვირის ბოლოს თუ ეკითხები, რომ აბა გეყო შენ ეს ფული და თუ ხურდაც მოტოვებული აქვს, უნდა ნახოთ რა ამაყები არიან, რომ იყიდა კიდეც. ძალიან თავდაჯერებულიც არის და გეუბნება, რომ ამას საერთოდ შევინახავ. ეხლა ერთი დედის კომენტარი გამახსენდა, ესე იუმორისტულად უნდა ვთქვა, დედა ამბობს შვილზე, რომ ჩემი შვილი არის მფლანგველი.
და კითხვა დაუსვე, აი, მაინც რა თანხა აქვს დახარჯული? არა აქვს თანხა დახარჯული, უბრალოდ ფლანგველია. ანუ ამის შესაძლებლობა თუ არ მივეცი, ხო, რომ აი ამ მარცხს გაუმკლავდეს, რომ რაღაცა ის 10 ლარი თუ 100 ლარი თუნდაც დახარჯა და აი ეს იგრძნოს, ხო, ერთხელ ხონდა იგრძნოს ეს რა მოცემულობაა, ხო, რამდენი ოცნება დარჩა ასასრულებელი, რამდენი სურვილი და უკმაყოფილებელი, ხო? კიდევ ერთი მშობლის კომენტარი შეიძლება ესე ჟღერდეს. მე ვიცნობ ესეთ არაჩვეულებრივ ბიჭუნას, რომელიც და ცოტა ქცევის ანალიზში წავიდე და მეხმარე რა პროცესია ეს ბავშვი, რომელიც ყოველ საღამოს თავის დანაზოგს გადმოიღებს და ითვლის. ოღონდ ითვლის ჩვეულებრივად კი არა, ღიღინით. ბედნიერია რომ ანუ იღებს და ეს დედა მეკითხება რა პროცესია ეს. ანუ აი ხო არის რაღაც დღე შეიძლება გამოტოვო კვირა. არა, ეს ბავშვი იღებს თანხას და ითვლის ძალიან გაბრწყინებული და ღიღინით აი ამ თანხას. ეს რა პროცესია ამ ბავშვისთვის, რა აქცევის მექანიზმებია, მოტივებია. ხო, დაახლოებით, მაგრამ ეხლა მე რო გისმენდი ნინო, მინდა რომ ამ ბავშვს მივებარო, მეც ისეთი კარგად გამტკიცებული ქცევა აქვს. რეალურად ის რომ მე ვტკბები ჩემი შედეგებით, ალბათ ძალიან ბუნებრივია და კარგია და რაღაცა ესე გრძელვადიან პერსპექტივაში რომ დავინახო, ალბათ ყველაზე ფინანსურად ჯანსაღი ადამიანი იქნება მომავალ. რატომ? ანუ რატომ მიხარია, რატომ მიღიღინება? იმიტომ რომ ჩემ თავს რო გამოწვევა მივეცი, ის გამოწვევა დაცლეულია. ხო. ის რომ ფული მომცეს და ყველაფერი ტკბილეულში არ გავუშვი, ეს უკვე გავაკეთე და თან ახლა ტკბილეული შეიძლება ყველას გვიყვარს და ყველასთვის გამოწვევა, მაგრამ ბავშვისთვის განსაკუთრებით თან დაბალ თაროზე დევს, თან ფერადი შეფუთვა აქვს, თან დახანდათვია ხატი, რაღაც სულ მინდა რომ მქონდეს. სულ რომ არ უჭამნე, მაინც მინდა რომ მქონდეს და ამას ვაჯობე. ეს ნიშნავს, რომ ნებისყოფა იმდენად კარგად გამარჯვებული ბავშვია. ზუსტად ეგ არის. თავის თავზე და გამარჯვებული. პოზიტიურია ეს გამარჯვება მისთვის ძალიან. არაფერი დაუმარცხებია ცუდის გარდა. რაღაც მიცუდი მიდრეკილებები, ცუდი ხაჯვით იქცევი და დაამარცხა ისინი იმას აჯობა. და ეგ რა ვიცი, ძალიან კარგი ბავშვია. ხო და აი მეორე უკიდურესობისკენ რო წავიდეთ და წარმოვიდგინოთ, რომ ეს ბავშვი არ ხარჯავს საერთოდ, ხო? ჩვენც ხო ვიცნობთ ესეთ ადამიანებს, რომლებსაც აი რო ვამბობთ ესე რა, ფული უყვარს ძალიან და აი რაღაცნაირად აი ესე რო ყოველდღიურობაში ამა თეთრს ვერ გააგდებინება. აი ამ ტიპის ადამიანთან აქ რასთან გვაქვს საქმე? ზოგადად მოდი ესეთი რაღაც ვთქვათ, უკიდურესობა ალბათ არც ხალჯვი, არც ერთი მხარე არ ვარგა. ის რომ მე მთელი დღე მშიერი ვიყო, მეგობრებს ჩამოვცილდე, სოციუმისგან ამოვარდე და საერთოდ თანხას არ ვხარჯავდე, ეგეც ზუსტად იგივე ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, როგორც ყველაფერს რომ ვხარჯავ, მაგრამ ალბათ ოქროს შუალედის პოვნა ყველაზე იდეალური ვერსია. ძალიან ხშირად აზიარებენ ხოლმე ჩვენი პარტნიორებიც, ჩვენი სტუმრებიც, როდესაც ჩვენთან მოდიან, მათ გამოცდილებას როგორ დაადგნენ ფინანსური სტაბილურობის გზას. და ეს ფინანსური სტაბილურობა ძალიან ისეთ სიტყვით რო ვიხმარო, კრიჟანობას, რასაც ვეძახით რა ყოველდღიურ საუბარში, ასეთი სიტყვით მომართავდნენ მეგობრებიო, ერთ-ერთი სტუმარი გვიზიარებდა, რომ როდესაც მივხვდიო, რომ ჩემი ხელფასი სადღაც ქრებოდა, დავიწყე და აღარც კინოში დავდიოდი ყოველდღე, პაბებში ყოველ საღამოს სიარულს შევეშვი. ეს ხარჯები ამოვიღე და თითქოს ისეთ ადამიანს ზუსტად ისეც თეთრსომ ვერ გააგდებინებ, ესეთ ადამიანს დავემსგავსე, მაგრამ პროცესში ეს ნორმალურია, რომ რაღაცები ხელგაშლილი რო ვიყავი, სულ და ყველაფერს ვხარჯავდი და ახლა არ ვხარჯავ, ესეთი ვჩანდე, მაგრამ თუ გრძელვადიან პერიოდში ცხოვრების ხარისხი გავიუარესე, ალბათ აქ დასაფიქრებელია. ზოგადად რისთვის მჭირდება ფინანსური განათლება და სტაბილურობა? ხო, იმისთვის რომ ის რაღაცა მოთხოვნილებათა იერარქია, რაც ცხოვრებაში არსებობს, იმ მინიმალურ დონეებზე დაკმაყოფილებული უნდა იყოს. თუ მე სახლში ჩავჯექი და ფულს ვყარავლობ, ალბათ მან ცოტა სხვა პრობლემაა, რომელზეც უნდა დავფიქრდე, მიღირს თუ არა. სხვა შემთხვევაში ის რომ, რა ვიცი, ალტერნატივა, როგორ ვზოგავ, ესეც რა ვთქვათ რა, ვფიქრობ, ეს არის ჩემი სურვილები, ეს არის ჩემი საჭიროებები. საჭიროებებზე უარს ვერ ვამბობ და სურვილებს ვუყურებ. ყველა ავისრულო თუ ნაწილი ავისრულო. თუ სურვილები მთლიანად ამოვიღეთ ცხოვრებიდან, გვინდა თუ არ გვინდა რაღაცა მექანიკურ საფრთხობელას ვემსგავსებით, რომელსაც თავისი რაღაცა მოკლე მიზანი აქვს და გადარჩენისთვის იბრძვის. ეს ალბათ არ იქნება ისეთი კომფორტული. იმ სურვილებიდანაც რაღაცები გავფილტროთ, რაღაცები რაც ბედნიერებას გვანიჭებს შევისრულოთ. ვიღაცისთვის შეიძლება საჭიროებად იქცეს ის, რომ გავიდეს და რაღაც სოციალურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღოს. ფინანსური განათლება არ გეუბნება, რომ ამაზე უარი თქვი, პირიქით გეუბნება, რომ გონივრულად მათე ფული, რომ ამისი საშუალება ყოველთვის გქონდეს, როდესაც საჭიროება დაგიდგება. ასე რომ მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ რაღაც მოხდება, თუ ცოტა თანხას თავს დაახარჯებს, ეს არ არის შემაფერხებელი, ეს პრობლემური საკითხი არ არის, პირიქით.
ჩემი ფინანსების სწორი მართვა უნდა მაძლევდეს იმის საშუალებას, რომ სრულფასოვნად ვცხოვრობდე. საჭიროებების სრულად, სურვილები რაღაცა ოქროს შუალედის სტანდარტში დაკმაყოფილება. ხო და ალბათ კიდევ კარგად იცნობდე საკუთარ თავს, ხო, რაღაც ამ სტერეოტიპების მსხვერპლი რო არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი ნივთი იყიდე, რომელიც სულაც არ გჭირდება, ან ისეთი აქტივობა დაგეგმო, ხო, შენ რაც გაბედნიერებს ის პატარა დეტალი არის ყველაზე პრიორიტეტული შენთვის. საკმაოდ საინტერესო გზაზე საუბრობ, ლილიკო. მართალია არ ხართ დიდი ხნის ორგანიზაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი გამოწვევა იყო ამ პროცესებში, ხო? ყველაზე მეტად რა იყო სირთულე სად წააწყდი, აი მაინტერესებს ამ გზაზე. ფინანსური განათლების მიმართულება ნამდვილად არ არის ისეთი დიდი, ძალიან ბევრი წლის ისტორია, თუმცა ეროვნული ბანკი, როდესაც მუშაობს მომხმარებელთა უფლებებზე, ამ ნაწილში ყოველთვის იყო ამ თემაზეც საუბარი, იმიტომ რომ რთულია ადამიანებს თავისი უფლებები ასწავლო, თუ არ ესმის ზოგადად რა სფეროში უწევს ურთიერთობა. ხა რაც შეეხება თვითონ კითხვას, რა არის ყველაზე რთული? ყველაზე რთული არის მაინც წარსული გამოცდილებებისგან დატოვებული სტერეოტიპები, რომლის დანგრევაც გჭირდება. პირველი არის ხოლმე ნდობა. ერთია რომ ვთქვათ, მე კი გამოვიმუშავე ქცევა, მაგრამ მე მჭირდება შუამავალი, რომელიც ამ ჩემი ფინანსების მართვაში მეხმარება და ძველი გამოცდილებები ტოვებს იმას, ვენდო თუ არ ვენდო. და ამაზე ვსაუბრობთ ძალიან ბევრს. ოღონდ არა ისო გეფიცები უნდა დამიჯერო. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი არგუმენტი აქვს, ყველაფერს თავისი არსებული სიტუაცია აქვს. ერთ-ერთი სირთულე მაინც არის ეს. მეორე არის ის სტერეოტიპი, რომელიც ვახსენეთ, რომ ბავშვს ფულთან რა უნდა, აი, პატარა ასაკზეც რომ ცალკე ვისაუბროთ. ბავშვს უნდა თუ უნდა ფულთან. არ არის საჭირო დემონიზაცია, არ არის საჭირო მისგან რაღაც ურჩხულის გამოყვანა. პირიქით უნდა უთხრათ, რომ ისეთივე რესურსია, მაგალითად, როგორც წყალი. არ ძალიან ხშირად ყველაზე რთული რაც არის ხოლმე და სხვათა შორის ძალიან ხშირად შემხვედრია რომ თქვენ ბავშვს ფულზე კი არა ესაუბრეთ, რა ვიცი, სულიერებაზე, ისტორიაზე, ლიტერატურაზე. კი ბატონო, დამაკნინებელი. ამ დროს თუ ბავშვს არ აქვს ფინანსური სტაბილურობა, ესაუბრე რამდენიც გინდა ნებისმიერ საკითხზე. იმიტომ რომ მას თუ არ აქვს დაკმაყოფილებული თავის საჭიროებები, თუ სურვილების ასრულება საერთოდ ვერ არის, იმ ასაკში არ არის რომ ადვილად წამოყვეს პირობითად ისტორიის გარჩევაზე, ხო? მას სხვა რაღაცა საფუძველი სჭირდება. ჩვენ პირიქით ვამბობთ, რომ იმისთვის რომ კარგად მოგისმინოს, სხვა ინტერესები გაუჩნდეს, თავისი პიროვნული განვითარება დაიწყოს, ჩარჩო სჭირდება რაღაც ხელშემწყობი და ხშირად ეს ჩარჩო ზუსტად ფულია. ამოსავალი წერტილი კი არ უნდა იყოს ცხოვრების ფული. დამხმარე უნდა იყოს, რომ შენთვის რაც ღირებულია, მერე ის გააკეთო. სხვა სირთულეები რაც არის ხოლმე, ცოტა უფრო ტექნიკურ ნაწილზე გადავა, ძალიან რთულია მთელი საქართველოს მასშტაბით ყველასთან მიხვიდე პირადად. ეხლა ჩვენ სულ ახალ პროექტებთან ერთად ვაანალიზებთ, სად არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი, სად შეიძლება რომ სხვა პროექტებით მივიდეთ და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე მაინც ვწდომა ისეთ რეგიონებში, რომელიც მაგალითად მაღალმთიანია, რომელიც ეთნიკური უმცირესობით დასახლებულია და განსხვავებულია მათი საკონტაქტო ენა. და მაგ მიმართულებითაც ძალიან ბევრი საქმე კეთდება და იმედი გვაქვს, რომ ამ ნაწილსაც დავფარავთ. თუმცა უნდა აღინიშნოს ეგ, რომ ძალიან რთულია მიწვდე მთელი საქართველოს მასშტაბით. ცხადია. აი ამ ეტაპზე როგორია თქვენი დაფარვა, აი დაახლოებით რამდენ ადამიანს ან სკოლას მოიცავს თქვენი სერვისი გაძლიერების? ძალიან რთულია ზუსტი რიცხვები ვთქვა ახლა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თუნდაც ახლა, როდესაც გამოცხადდა მსოფლიო თასოგვის დღის რაღაც კამპანია, მინიმუმ ამ სარეგისტრაციო ფორმაში 400 სკოლა მოხდა და ერთი მაგდენი რეგისტრაციის მიღმა დარჩა. არა ის ვისთან მივალთ, არამედ ვინც იცის ეს ყველაფერი. რეალურად რას ვაკეთებთ? ჩვენ ახლა მიმდინარე პროექტი გვაქვს რეგიონში მაცხოვრებელი ხალხისთვის და დაახლოებით 5 რეგიონში ადგილობრივი გადამზადებული მაცხოვრებელი ატარებს ტრენინგებს მათთვის, ვისთანაც ჩვენ ვერ მივდივართ, სადაც არის მაღალმთიანი რეგიონი, სადაც არის ასაკოვანი 60+ ადამიანები, ყველაზე რთულია მათთან ცდომა და მათ დამოკიდებულებებთან მუშაობა, ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა რაც არის. ასევე ჩვენ გვაქვს რაღაც დისტანციური პროდუქტების შეთავაზებაც, დისტანციური ტრენინგები. ძალიან გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორი კომერციული ორგანიზაციები, ვისაც ფილიალები აქვთ რეგიონების მასშტაბით და მათი საშუალებით ვწვდებით და მათი საშუალებით ვრცელდება ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ხო? რეალურად ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ თითქმის ყველა რეგიონში. პერიოდულად ფიზიკური შეხვედრები ტარდება სამეგრელოში, იმერეთში,
თბილისში, აჭარაში, შედარებით ნაკლები დაფარვა გვაქვს გურიაში, თუმცა სხვადასხვა პროექტებით, ეხლა ერთ-ერთი პროექტი ზუსტად გურიის წარმომადგენელთან ერთად ხორციელდება. კახეთის რეგიონი, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთი ის რეგიონებია, რომელსაც მუდმივად ვფარავთ. რა თქმა უნდა, მუდმივად დაფარვაში არ ვიქნები ძალიან ისეთი ოპტიმისტი და არ ვიტყვი, რომ ყოველდღიურ რეჟიმში პირისპირ შეხვედრებია, თუმცა თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან, თანამშრომლობა სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციებთან შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადაც ხელმისაწვდომია ფიზიკური მისვლა ჩვენ ქვეყნის ტერიტორიაზე, თითქმის ყველაფერს ვფარავთ. უბრალოდ უფრო მეტი აქცენტი არის თბილისი და თბილისის შემოგარენი რეგიონები, ისინიც ჩამოდიან და ჩვენც უფრო ადვილად მივდივართ მათთან. ძალიან საინტერესოა და ფაქტიურად საუბრობთ იმაზე, რომ ეს არის ის უნარები, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარებია, ხო? აი, გრძელვადიანად როგორ წარმოგიდგენიათ, ლილიკო? აი, მოდი ვთქვათ, რომ ვიოცნებოთ ახლა და თქვენ რომ გქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ განათლების სისტემაში შეიტანოთ ცვლილება. აი, უკვე ამდენი სკოლა მოიცავით, ამდენ მშობელს გაეცანით, პედაგოგებს, ხო, აი ძალიან ხელშესახებია მათი საჭიროებები და ის გამოწვევები თქვენთვის, რაც არის არსებულ სკოლებში. რა ცვლილება შეიტანით გრძელვადიან მიზნებში, რომ გქონდეთ ამისი შესაძლებლობა? სხვათა შორის ჩვენ განათლების სამინისტროსთან გვაქვს თანამშრომლობის გამოცდილება და ძალიან ნაყოფიერი, ზოგადად სამოქალაქო განათლება, რაც ახლა სკოლაში ისწავლება, სხვადასხვა კომპეტენციას აერთიანებს და საბაზო საფეხურზე ფინანსური განათლების საკითხები ჩვენთან კონსულტაციით არის შეტანილი. ამასთან თვითონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არის და დაწყებით საფეხურზეც გარკვეულ თემებზე საუბარი ფინანსური განათლების. თუმცა ოცნებებს რომ გავყვეთ, როგორც აღნიშნეთ, ალბათ ყველაზე იდეალური იქნება უფრო დიდი წილით ამ საკითხზე საუბარი. ის რაც არაფორმალურ განათლებაშია, შეიძლება რომ ფორმალურ განათლებადაც იქცეს. იმიტომ რომ კარგია საბაზო საფეხურისთვის მაშინ, როდესაც უფრო მეტად ვიწყებ რაღაცის გააზრებას, უფრო მეტად გამიჯდება ცნობიერებაში, მაშინ, როდესაც ვესაუბრებით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს კვირაში 1 საათია და კვირაში 1 საათი არ არის ის დრო, როდესაც რაღაცა შემიძლია რომ კარგად გავამყარო ჩემს გონებაში. კარგი იქნება ალბათ უფრო ბევრი ხელმისაწვდომი. ძალიან ხშირია სხვათა შორის სკოლებში კლუბებს აკეთებენ, ფინანსური წიგნიერების კლუბები კეთდება. ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ პედაგოგებს ამისი, თუმცა ალბათ ამისი ფორმალიზება ყველაზე კარგ შედეგს მოგცემდა მაინც საბოლოო ჯამში. რომ წარმოვიდგინოთ და გავყვეთ ამ ოცნებას, თუ შეიძლება და თუ არის ამისი შესაძლებლობა და რესურსი, რომ თქვენთან გადამზადდნენ, თქვა, აი რეგიონები ახსენეთ და მესმის, რომ ძალიან რთულია გაიშალო ესე, ხო? თუ არის ამის შესაძლებლობა, რომ რეგიონებში მოხალისეები გადამზადდნენ და მათ უფრო მეტი ინტენსივობით შეძლონ სკოლებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ძალიან კარგი საკითხია, რასაც შეეხენინო და რეალურად ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ პროექტები ისე გავაკეთოთ, რომ უშუალო ბენეფიციარებთან ერთად მივწვდეთ მათ, ვინც შუამავლებად იქნებიან ჩვენსა და საბოლოო მიმღებს შორის ინფორმაციის. ეხლა მიმდინარე პერიოდში რამდენიმე პროექტი გვაქვს, რომელსაც ვაკეთებთ. ორი არის პირდაპირ მასწავლებლებისთვის, ერთი მოდულია სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის და ეკონომიკურ წიგნიერებაზე. მათ უტარდებათ ტრენინგი, შეთავაზებულია როგორც პირისპირ შეხვედრა, ისე ონლაინ ტრენინგები და ამ პროექტის რაღაცა გავლის შემდეგ უფრო მეტი ხელშესახები ინფორმაცია აქვს რაღაც ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე, გადავცემთ მასალებს, წიგნებს და შეუძლიათ მოკლედ ეს ძალიან კარგად გამოიყენონ. გვაქვს მეორე პროექტი და დაინტერესებაც ძალიან დიდია. ესე შემიძლია რომ ვთქვა. მეორე პროექტი გვაქვს ვახსენე კიდეც სკოლა ბანკი, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით მასწავლებლები და უნდა აღვნიშნო რომ სრულიად მოხალისეობრივი პრინციპით ერთვებიან. გადიან ჩვენთან ორდღიან ტრენინგს და 15 საგაკვეთილო სულ ასე ვთქვათ აქტიურ სწავლებაზე დაფუძნებულ 15 საგაკვეთილო მოდულს იღებენ, წიგნს თავისი აქტივობებით, გაწერილი მოდულებით მიიღებენ სრულად, იღებენ ამ ინფორმაციას და შემდეგ წლის განმავლობაში კლასებთან მინიმუმ ამ 15 გაკვეთილს ატარებენ. თუმცა ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს, რომ შესაძაც პედაგოგს აქვს შეხება ორ სკოლასთან, იმდენად პოზიტიურ უკავშირს იღებს, რომ ორივე სკოლაში ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ ერთ ვთხოვთ, რომ ერთი სრული 15 გაკვეთილი ჩატარდეს. ეს არის, რასაც ვთქვათ, შუამავლებად ვიყენებთ. ახლა მიმდინარე გვაქვს კიდევ ესეთი პროექტი, რომელსაც ფინედუს ტრენერი დავარქვით და რეგიონების სხვადასხვა წარმომადგენლები გადავამზადეთ, როგორც ტრენერული უნარჩვევების, ისე ფინანსური განათლების კუთხით და მათივე საცხოვრებელ რეგიონში უკვე არა მხოლოდ ბავშვებისთვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ვისაც ინტერესი აქვს, სტარდება 9 მოდულიანი ტრენინგი, რომელიც
პირდაპირ არის მიმართული იმაზე, რომ მინიმუმ კითხვის დასმის საშუალება მაინც გამიჩნდეს, ჩემს ირგვლივ რაც ხდება, ვთქვათ, რაღაც ფინანსურ გადაწყვეტილებაში, სწორად ვიღებ თუ არ ვიღებ სწორად. ძნელია ქცევაზე და დამოკიდებულებაზე რაღაც 1 და 2 საათიან შეხვედრაზე გახვიდე, მაგრამ დაფიქრებას მაინც თუ დავიწყებთ იმაზე, რომ თურმე უკეთესად კეთება შემიძლია, ალბათ პირველი მიზანი ეს იქნება. რეალურად ახლა საკმაოდ ამ პროექტის ფარგლებში 600-მდე ადამიანს მივწვდით. შეიძლება რიცხვით არაფერს ამბობს, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ეს 600 ადამიანი უმეტესად ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა რეგიონებიდან არიან, დიდი ნაწილი, უმეტესი ნაწილი მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებელია და ამ მაცხოვრებლებს შორის უმეტესი არის 50+ ადამიანი, რომელთანაც ცდომა ზოგადად საკმაოდ რთულია, ვიტყვით, რომ საკმაოდ პოზიტიურად მიმდინარე პროექტია. რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესოა და მეც დიდი სიამოვნებით მივიღებდი ამ ტრენინგში მონაწილეობას, იმიტომ რომ არ ვიცი ყო იმაზე დიდი ბენეფიტი ვიდრე ცოდნის მიღება თუ კი არსებობს და ვურჩევ ყველას, ვისაც მოხარისეობრივად უნდა რომ მსგავსი გამოცდილება მიიღოს და მსგავსი ცოდნით აღიჭურვოს. ცხადია, ვიღაცა უფრო სიღრმეში მიდის, ვიღაცა ზედაპირზე რჩება, თვით განვითარებაც ძალიან მნიშვნელოვანია, მე თუ რაღაცა კარგი, ესე ვთქვათ, საფუძველი ჩამიყარეს, მე შემიძლია რომ საკუთარ განვითარებაზეც ვიმუშაო, ეს ეხება მშობლებს, პედაგოგებს თუ ტრენერებს. ბოლოს მინდა რომ ვინაიდან და რადგანაც მშობლები მაინც ყველაზე დიდი გავლენის მატარებლები ვართ და რაღაცნაირად ჩვენი წარსული გამოცდილებები თუ სტერეოტიპული დამოკიდებულებები გვზღუდავს, რამოდენიმე რეკომენდაცია რომ მივცეთ მშობლებს, რითი დაიწყონ გავიგეთ რომ შეიძლება შევხვიდეთ, ნახოთ უამრავი რესურსი, მაგრამ საიდან დაიწყონ, რა რეკომენდაციებს მისცემდით? ალბათ რითიც ვიწყებთ ყველასთან, ალბათ პირველი რეკომენდაცია ის იქნება, რომ დაიწყეთ საკუთარი თავისთვის გადახდით. გადაუხადეთ პირველ რიგში საკუთარ თავს, ან თუ არ გაქვთ დაზოგვის ჩვევა, მოდი ვცადოთ და დავზოგოთ. აქვე შეიძლება იკითხოთ, რომ არ მაქვს იმდენი შემოსავალი, რომ მე დაზოგვა მქონდეს. დაზოგვა შევძლო და დანაზოგი მქონდეს, ხო? აქვე ვუბნებით, რომ დანაზოგს არ გულისხმობთ 1000-ობით და 10,000-ობით ლას ჩვევაზე და უნარებზე ვამბობთ და ყველა ჩვენი როგორც მშობლების უნარების დანახვა და იმის აფიშება ნახე მე შევძელი და დღეს გადავდეთ. ახლა ძალიან კარგი გავლენის მქონეა ბავშვებზე. შესაბამისად, არსებობს ესეთი წესი, რომელსაც ძალიან აქტიურად ვიყენებთ ხოლმე 50-30-20. 50 შემოსავლის პირდაპირ საჭიროებებიც არის და მაგაც ხელს ვერ დავადებთ. 30% სურვილები აისრულე და შეეცადე რომ ყოველთვე 20% შენი შემოსავლის იყოს დანაზოგზე. შეიძლება არ შემეძლოს ზუსტად 20%-ის გადადება, 5-ით დაიწყე, 10-ით დაიწყე, მაგრამ მაინც დაიწყე. ანუ როდის დავიწყო? დღეს. აი დღეს საფულეში რომ 5 ლარიანი მიდევს, მოკეცე და გადადე. იმიტომ რომ ხო არაფერია ჩვენთვის ახლა, ანუ ისე დავხარჯავ, ვერ გავიგებ საწავიდა, მაგრამ 10 დღის შემდეგ რომ იმ 5 ლარიანებს ჩავხედა, უკვე რაღაცას მაძლევს. ანუ დღესვე დაიწყეთ, დაზოგვაზე იფიქრეთ და აუცილებლად მიეცით ბავშვებს საშუალება, რომ თავისი ოცნებები დაინახონ როგორც ფინანსური მიზნები. მარტო ბავშვებმაც არა, ჩვენც სადღაც წავიდოდი. თუ წავიდოდი, გააკეთე smart მიზანი, გახადე ხელშესახები დაარქვი რა სახელი, მიეცი თანხობრივი განზომილება, რომ თურმე 500 ლარი გჭირდება. რამდენის გადადება შემიძლია? 10 ლარის, 10 ლარი რამდენ ხანში დამიგროვებ 3-500 ლარს და ვიცი რომ n დროის გასვლის შემდეგ მე უკვე მაქვს საშუალება, რომ ოცნება იყოს ახდენილი მიზანი და მიღწეული მიზანი. შესაბამისად, ალბათ ჩემი რჩევები ეს იქნება. ოცნებებს ნუ უყურებთ როგორც ოცნებებად, მიზნებია ესენი რეალურად. თან ფინანსური მიზნებია, რომელიც იმდენად პრაგმატულია, რომ ყოველთვის შეგიძლია რომ ხელით შეეხო. დავისახოთ მიზნები და ამ მიზნებისთვის ვმართოთ საკუთარი ფინანსები. ფინანსების მართვის იდეალური ოქროს სტანდარტი არის ბიუჯეტის წარმოება. ჩამოწერეთ, აი სხვათა შორის ხარჯები ჩამოწერეთ. ისეთ რაღაცებს დაგანახებთ ჩამოწერილი ხარჯები, რომ შეიძლება თქვა, რომ ამას როგორ ვაკეთებ. ყოველი თეთრი თუ დაწერე, დღის ბოლოს საკუთარი თავის შერცხვენის პროცესი დაიწყება, იმიტომ რომ ხვდები რომ თურმე ყველაფერი არ გჭირდება და შიც თანხას ხარჯავ. სივრცეს დაინახავ, სად შეიძლება რომ თანხა გამოათავისუფლო. ამიტომ ერთია რომ დავისახე მიზანი და ის ჩემი მიზანი ოცნებები რომ გადავთარგმნე მიზნებად, ვაწარმოებ ბიუჯეტს და ვუყურებ სად მიდის ჩემი შემოსავალი და აუცილებლად ვცდილობ რომ მინიმალური მაინც გადავდო ყოველთვიურად. ეს არის ზუსტად ის საწყისი, რომელიც მე მაძლევს საშუალებას რომ უფრო თავისუფალი ვიყო, უფრო
ენერგიულიც ვიყო, იმიტომ რომ უკვე ვიტოვებ რაღაცებს იმისთვის, რომ ჩემს ოცნებებს მივყვე, ასე რომ ჩვენს ხელშია ის როგორები ვიქნებით 5 წელში, 10 წელში და შეიძლება მომდევნო თვეშიც კი. უღრმესი მადლობა ვერ გიშვებ ლილიკო და მინდა რომ აი ესეთი ბოლო კითხვა კიდევ დავიტოვო. უაღრესად მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეს ჩაუდექი სათავეში და მიყვები ამ პროცესს. აი ამ განვითარების გზაზე ძალიან ხშირად გვჭირდება ხოლმე უკუკავშირი. უკუკავშირი, რომელიც გაგზრდის, რომელიც ფრთებს შეგვასხავს, რომელიც გამოგვაფხიზლებს. თუ გაქვს ესეთი უკუკავშირი ბავშვებისგან, მშობლებისგან, შენთვის საყვარელი, შენთვის ღირებული, შენთვის აი ესეთი სულ რომ გახსოვს და ცოცხალია. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მომახსოვრდება ყოველი შეხვედრის შემდეგ არის ის, რომ როდესაც ხვდებით ამბობენ რომ ეს იყო ძალიან ცოტა. ხო, ისეთია თითქოს რომ აი ნახე რაღაცა დააგელი, მაგრამ მეორე ნაწილია რომ ხვდები რომ ამის მიმართ ინტერესი არსებობს. ის რომ ფინანსური განათლება აღარ გონია ადამიანს რომ ეს იქნება დაუსრულებელი ცხრილები, რეპორტები და თურმე ეს ჩემი ყოველდღიური რეალობაა და ამას რომ აცნობიერებს უფრო მეტი ინტერესი ჩნდება, შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენი საქმე იმ მიმართულებით კეთდება, რა მიმართულებითაც მართლა უნდა მიდიოდეს და უკუკავშირი რომ ორი უკუკავშირია, ესე ვთქვათ, საყვარელი. ერთი ბავშვების მხრიდან, რომ უკვე დანაზოგი აქვთ და როდესაც მიდიხარ, გქონია შემთხვევა, რომ კი, ანუ ვიყიდე რაღაცას გეუბნება და ისეთი ანთებული თვალებით, რომ ალბათ მაგისტვის ღირს, რომ რაღაცები აკეთო და მეორე რომ ეს არ არის საკმარისი გეუბნებიან. კი ბატონო. განსაკუთრებით აი, როდესაც მშობლები ან მასწავლებლები მოდიან და ჩვენთან 2 ან 3 დღე უნდა იყვნენ დღის განმავლობაში და ეს საკმაოდ ბევრია, ხო? იმიტომ რომ დასაქმებული ვარ, სამუშაო დღეს მოვდივარ და როდესაც უკუკავშირს გაძლევენ და გეუბნებიან რომ ცოტა იყო და დღეების რაოდენობას კიდევ გავზრდიდი. ხვდები რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი ის თავისი დრო არ ენანება იმისთვის რომ შენთან ერთად იყოს. და კიდევ იმიტომ რომ ეს ამ კომპეტენციის დეფიციტია რეალურად რა. ანუ ხვდები რომ დეფიციტის გამო არის ცოტა. უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო, ძალიან პროდუქტიული შეხვედრისთვის. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანისთვის იქნება რესურსული ის გამოცდილება და ის ცოდნა, რომელიც დღეს გაგვიზიარა. ძალიან დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის. ჩვენ ალბათ არც ერთ შესაძლებლობაზე არ ვიტყვით ვარს, რომ ყველა ადამიანს უთხრათ, რომ ფინანსური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და თუ დაგჭირდებით, გავმეორდებით ჩვენი ფინედუს ლოზუნგით და ვიტყვით, რომ თქვენი ფინანსური მეგზურები ვიქნებით, სადაც დაგჭირდებათ, როგორც დაგჭირდებათ და რა მეთოდითაც დაგჭირდებათ. პირადად მე გაძლევთ გარანტიას, რომ აუცილებლად შეგეხმიანებით. მადლობა. დიდი მადლობა.